ბიუჯეტი თავდაცვის რჩება მინიმალურ თანხაზე, რომელიც პრაქტიკულად გულისხმობს მხოლოდ ხელფასების აი ამ კომპონენტს. ჩვენ დღეს ვართ ყველაზე სუსტი სახელმწიფო რეგიონში, როცა ხელისუფლება გვემუქრება ომით. ამ პირობებში ჩვენი თავდაცვის უნარიანობა არ შეესაბამება ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანის ელემენტარულად ხარჯებს მაგალითად და ნამდვილად იმის ნაცვლად რომ მაგალითად ჩვენ გვესარგებლა ამ უნიკალური შესაძლებლობებით მაგალითად აი ეხლა საუბრობთ ხო რომ სომხეთს აქვს დაწყებული ევროინტეგრაციის პროცესი სომხეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი არის ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები საფრანგეთი დაინტერესებულია რომ სომხეთს მიაწოდოს შეიარაღება იმისთვის რომ უზრუნველყოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და არ გაიხსნას ექსტრატერიტორიული ზანგეზურის დერიფანი, რომელიც საქართველოსთვის არის გეოპოლიტიკური კატასტროფა, იმიტომ რომ თუ თურქეთს და აზერბაიჯანს პირდაპირ სახმელეთო კავშირი ექნება, ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, რომელიც საქართველოს გააჩნია, უბრალოდ ქრება. და ამისთვის საფრანგეთი რომ პირველი პარტია ბასტიონები მიაწოდა და მაგის მერე ივანიშვილის რეჟიმმა ჩაკეტა სომხეთში მიმავალი ეს სამხედრო ტვირთები სინამდვილეში იმის ნაცვლად რომ საფრანგეთისთვის ეთქვა რომ სომხეთში მიაწოდე და მეც მომაწოდე სამხედრო შეიარაღება და პირველად გამოჩნდა რეალური საშუალება რომ საფრანგული შეიარაღება მივიღოთ საქართველოში მათ შორის ანტისაჰაერო ანუ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რომელიც ძალიან გვჭირდება საქართველოს ამის ნაცვლად ჩვენი შეიარაღებული ძალები დღეს იზოლირებულია დასავლეთისგან მთლიანად ჩვენ აქეთ საკუთარვე თავს პრობლემას ვუქმნით როცა სომხეთს ვუზღუდავთ ამ შესაძლებლობებს და პირიქით სომხეთის ევროინტეგრაციის ჩამშლელი გამოდის დღეს საქართველოს რაც წარმოუდგენელია ჩვენივე ეროვნულ ინტერესებში არის რომ ერთად მივდიოდეთ ევროპისკენ და ამ პირობებში დღეს საქართველოს პოლიტიკურად გეოპოლიტიკურად ჩამოშორებულია დასავლეთს მოკავშირის გარეშე არის იმ სომხეთს დასავლეთშიც ყავს მოკავშირე ინდოეთშიც აზერბაიჯანს აგერ თურქეთი პაკისტანი ჩვენ ვისთან ვართ მოკავშირე ისრაელი კი ბატონო ჩვენ ვისთან ვართ მოკავშირე რუსეთთან ხო არ არის ოცნება მოკავშირე მაინც ხო ვერანაირად ვერ ლაგდებიან რუსეთთანაც ხო გასაგები აგერ დღეს დანიშნეს ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი ეთნიკურად რუსი და არა ოსი ეს რას ნიშნავს თუ არა ანექსიას ჩვენი ტერიტორიის აქვე შიდა ქართლში და ჩვენ რანაირი უსაფრთხოების სისტემას ქმნით ამის საპასუხოდ ვისთან ვის ვებრძვით იმის ნაცვლად ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ებრძოდნენ ჩვენ მტერს რომელიც შემოსულია ჩვენს ქვეყანაში აქტივისტებს დაძდევენ და 19 წლის გოგოებს აპატიმრებენ გიორგი შენგან დავიწყებ უნდა მიიღონ პარტიამ მონაწილეობა თუ არა ძალიან მკაფიო არის დიქტატურაში რომელიც ყოველდღე ძლიერდება, სადაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს პრაქტიკულად ახალი ამ ვითომ ფარათი, რომელსაც ფარასთან კავშირი არა აქვს, პრაქტიკულად ანადგურებენ მედიას, რომელსაც ემუქრებიან დახურვით, ცესკოს, რომელსაც იარაღის ტარების უფლება მისცეს, სისტემა რომ უსაფრთხოების და პოლიცია, სადაც მონოლითი აქვს შექმნილი და ძალადობენ მოქალაქეებს, 19 წლის გოგოებს უშვებენ ციხეში ამ პირობებში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც შესაძლებლობები მინიმალური გაქვს რეალურად. რატო თბილისში ხომ მოვიგეთო და ისე მოიქნებ მოვიგეთო? მოვიგეთ ეს რა ქვია საპარლამენტო არჩევნები განვასხვაოთ ერთმანეთსგან მოქალაქეებს ესმით რომ საპარლამენტო არჩევნებზე შეგიძლია სისტემის შეცვლა და თვითმმართველობის არჩევნების სისტემა არ იცვლება ყოველთვის აქტივობა თვითმმართველობის არჩევნებზე არის დაბალი იმ პირობებში როცა საერთოდ ნახევარი ოპოზიციის აკრძალვაზე არის საუბარი და მეორე ნახევარსაც ამბობენ რომ თქვენს ნაციონალური მოძრაობა ხართო და თქვენს აკრძალავთო რაზე არის საერთოდ საუბარი მე არ მესმის ეს საუბრის საერთოდ შინაარსი იმიტომ რომ შეუძლებელია კალანდარიშვილის მიერ წარმოებული თვითმმართველობის არჩევნებში რომც გაიმარჯვო არანაირი აზრი ამას არ აქვს შეხედეთ ექრემ იმამოღლუს მაგალითად სტამბულის მერი რომელიც პრაქტიკულად პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატი იყო ჩვენთან ვინ არის ესეთი კანდიდატი თბილისში ეს ოთხი პარტია რომ სახალხო დაკვეთა რო არ შეასრულეს და არ გაერთიანდნენ რაც ჩვენი დაკვეთა იყო რეალურად ამ პირობებში ვინ ერთიანი კანდიდატი უნდა წარადგინონ? ხო, თან გახარია ალბათ არც დათანხმდება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთიანი კანდიდატი. ძალიან ცუდი ყვა ეს პროცესი რომ იქ უცნაური ნარატივები გაჩნდა ასევე ლელოს მხრიდან, იმიტომ რომ გაუგებარია ერთიანობას ვითხოვდით ჩვენ და რეჟიმის არაღიარებას, არალეგიტიმური რეჟიმის და მათთან არ თანამშრომლობას და შესაბამისად წინასწარო იცი რომ ცესკო ამ არჩევნებს გააყალბებს და ეხლა ამაში ვინმეს ეჭვიეპარება, რანაირად უნდა შეხვიდე ამ არჩევნებში? და ამაზე არის კონტრარგუმენტი, აბა რას გვთავაზობთო.
და პროტესტის შედეგს არ იძლევა. უკაცრავად, მაგრამ თქვენ რომ მთელი ეს პერიოდი რიგითი ჯარისკაცები ვიდით გახართ და გონიათ ეს მაგარი საქმე, თქვენსგან არავინ არ მოითხოვდა იქ რიგით ჯარისკაცად ყოფნას. სად არის პოლიტიკური პროცესი? რიგით ჯარისკაცი აქტივისტებიც არიან და მთელი ერია აქტივისტი. სად არის პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგადაც თქვენ შეძლებდით რომ ისეთი წარმატებული ალტერნატივა გეჩვენებინათ ქართული ოცნებისთვის, რომ ხალხს ჯეროდეს და ბოდიში თუ რესურსი გაქვთ თვითმმართველობის არჩევის, გააძლიერეთ პროტესტი. იქ უბრალოდ ნუდგა ხარ.